გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი 15 სექტემბრამდე გადაიდო. შუამდგომლობით სასამართლოს მისმა ადვოკატმა მიმართა. რამინ პაპიძე აცხადებს, რომ გიორგი აბაშიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ფსიქოტროპულ მედიკამენტს იღებს. სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით მოსკოვიდან ექიმის დანიშნულებას წარადგენს. ბათუმის ყოფილი მერი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს დილით 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გიორგი აბაშიძე პოლიციის მეექვსე განყოფილების თანამშრომლებმა წუხელ გვიან ღამით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 55 მუხლი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ასლან აბაშიძის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. Განაცხადეთ შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვა გადადებული იყო გონივრულ ვადით, რათა მოგცემოდა საშუალება ჩვენ წარგვედგინა სასამართლოსთვის მტკიცებულება იმ სამედიცინო დოკუმენტაციასთან და იმ სამედიცინო დანიშნულებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზედაც გადის მკურნალობას და ამის საფუძველზე დანიშნული აქვს მედიკამენტები, რომლებიც სავარაუდოდ შეიცავენ იმ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რომლებიც ექსპერტის დასკვნის მიხედვით მას აღმოაჩნდა.